სალამი მეგობრებო, მოკლედ ძალიან საინტერესო დღეებია. ეს ყველაფერი საოცრებისკენ მინდის და თუ გახსოვთ რამდენიმე კვირის წინ ჩაწერილი ჩემი ლაივი, როდესაც მენორა ამოუტრიალა პირდაპირ ქართული ანბანით და ლაზარეთი დავუდე წინ ცხვირწინ ეს ქართული ანბანით თავიანთი 7 ტოტა მენორა და გადაუქცია 7 ფეხა მენორად, აგერ შუმანის რეზონანსმას აჩვენა, რომ პირდაპირ ამოუტრიალდათ მენორა. დაემხოთ თავზე ყველაფერი. ეხლა თქვენ კიდე გინდათ ის მითხრათ, რომ ქართული ლაზარე არ არის ამ სამყაროს მატრიცა? ხო და ამ სამყაროს მატრიცას ვინც ფლობს? ის ამოქმედებს ამ დედამიწას რა, რო იცოდეთ და მალე მზადყოფნაში იყავით, წარს დგებით სრულიად მასონთა ლოჟის თავის თავთან. ანუ სატანას ჩავხედავთ მართლაც თვალებში, როგორც თამარ მეფემ გაგვაცნო ეს რამდენიმე თვის წინ. ეს მე გამაცნო, მაგრამ თქვენ სავარაუდოდ იმიტომ რომ ქართველები ხართ. ისევ და ისევ ჩემი პირით გაგიცხადდებათ თუ როგორ დანებდება სატანა ამასოფლისა ჭიდილს და გადამაბარებს ხელში იესო ქრისტეს გვირგვინს და რომ ეს გვირგვინი ეკუთვნის პანტოკრატორ ქრისტეს, იესო ქრისტეს. მეგობრებო, გილოცავთ ჩვენი გეგმები, ყველაფერი როგორც ჩანს სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში კატასტროფები დაიწყო და კატასტროფაზე არ გაჩერდება ეხლა და იქნება. აგერ უკვე ეთიოპიაში ამოხეთქა 6 კილომეტრიანმა ვულკანმა, იმ დღეს როცა სატანის ფალოსმა ეცადა რომ 700 ბავშვი დაეღუპა, ქართველი. არ არის 700 ნორმალურ ბავშვზე საუბარი. აქ არის 700 რჩეულ ბავშვზე საუბარი, რომლის წაგლეჯვაც უნდოდა სატანას. მაგრამ აგერ მოვიდა დედა ღვთისა და სწორედ დაუსვა და დაურტყა მუშტი. ხო და მეგობრებო, ახლა თქვენ მზადყოფნაში იყავით, რომ ყველაფერი ამოუტრიალდებათ მაგათ და დაემხობათ თავზე. ამინ, ამენით, იესო ქრისტე. ჩვენ კი მეგობრებო, როგორც ენოქი გვიცხადებს წინასწარ, მოგოცემა ხელში ძალაუფლება, სამართალი იზეიმებს ამ დედამიწასა ზედა და დაიწყება ეს ყველაფერი საქართველოდან. ამინ, ამენ, ჰე ამენ.